ოზურგეთში წუხალ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სუსმა ორი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით ამ დილით გამთენიისას ოზურგეთში კახა კვაჭანტირაძე დააკავეს. დაკავება 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. კვაჭანტირაძეს პოლიციაზე ძალადობას ედავებიან. კახა კვაჭანტირაძე ნაციონალური მოძრაობის წევრია და 4 ოქტომბერს თბილისში აქციაზე იმყოფებოდა. პარტიის წევრების ინფორმაციით ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა და თბილისშია გადაყვანილი, თუმცა ადვოკატი და თანაპარტიელები დაკავებულს ამ დრომდე ეძებენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა რაიონულმა ლიდერმა ბესო ქათამაძემ გითხრა, კახა კვაჭანტირაძეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენი პარტიელი და თანამებრძოლი კახა კვაჭანტირაძე უწესიერესი კაცი, ადამიანს, რომელსაც ეს ქვეყანა ძალიან უყვარს. დღეს დილით 5 საათზე, როგორც ტერორისტებს იჭერენ, 30 კაციანი სპეცოპერაცია ჩაუტარეს შეიარაღებული პირების თანდასწრებით. ეს ფაქტი მეტყველებს იმას, რომ ადამიანებისთვის დაშინების ზემოქმედებას ახდენს ხელისუფლება ამ ძალის დემონსტრირებით, როდესაც რეჟიმი ამყარებს ტოტალურ კონტროლს საზოგადოებრივ აზრზე, ადამიანებზე, თავისუფლად მოფიქრალ კახასნაირ პატრიოტ ადამიანებზე, რადგან მან მიიღოს ის რეპრესიული ზომები და მანქანის სამუშაოება, რომელიც მართლაც 37 წელს უტოლდება თუ დახრეტის მუხცაც მიიღებს. ჩვენი ერთპარტიული თვითმარქვია პარლამენტი სრულად 37 წელში მოაქცევს ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად აზროვნებენ და ამ ფაქტთან დაკავშირებით ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა აღიმაღლოს ხმა. ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის ან ორი კაცის, უკვე ათეულობით ადამიანი, პოლიტიკური ლიდერები, ჩვენი პარტიის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ექიმები, მასწავლებლები, ყველა სფეროს ეხება ეს რეპრესია. დღეს თუ რა ხვალ მივლენ ყველასთან, ოცნების მხარდაჭერებთანაც კი მივლენ, როცა მათი თავი აღარ დასჭირდება რეჟიმს. ამ დილით ასევე გურიაში დააკავეს სიმონ მახარაძეც, როგორც მისი ოჯახის წევრი ამბობს, გამთენიისას მათ სახლში დიდი რაოდენობით პოლიციელი შევიდა და მახარაძის დაკავება ხმაურით მოხდა. დაახლოებით ერთი ბატალიონი შემოვიდა თითქმის სახლში, 60-70 კაცამდე. წარმოიდგინეთ, მეორე სართულზე ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები. ორი ბავშვი. ღამე 7 საათი იყო დაწყებული თითქმის. შემოვარდნენ 6 კაცი და ბავშვებს ავტომატი დაადეს თავზე. ბავშვმა გამოფხიზდა და შიშისგან დაიწყო ლაპარაკი, რომ მე არა. წარმოიდგინეთ, ბავშვი ვერ ლაპარაკობს და ის ბავშვი აალაპარაკეს. ქვეყნის სიყვარულს პარტიის წევრობა არ სჭირდება. ენების რაიონული ლიდერი ბესო ქათამაძე, როგორც თავად ამბობს, ბრძოლას ბოლომდე აპირებს ქართული ოცნების წინააღმდეგ და აღნიშნულ ძალას ქვეყნის ჩრდილოეთ კორეად გადაქცევას არ დაანებებს. რაც შეეხება თქვენი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, თქვენი შეფასება, თქვენი გეგმები, როგორც რეგიონულ დონეზე, ასევე მთლიანად მასშტაბურად. საქართველოს სამსახურს უპირველესად არ ჭირდება პარტია. არ ვიყავი პარტიის წევრი, მაგრამ ამ ქვეყანას ვიმსახურებოდი ღირსეულად, რასთვისაც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრები მადლობის წერილებს მიგზავნიდნენ მაშინ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი. შესაბამისად, ეს ფაქტი ნაციონალურ მოძრაობას აგრძელავენ თუ არ აგრძელავენ, მათ უნდათ ერთპარტიულად მართვა, ერთპარტიული ქვეყანა, ალბათ ჩრდილოეთ კორეის მოდელი აიღეს მათ. სამაგალითოდ, რომ ბელადი ყავდეს და ბელადზე ვილოცოთ, ალბათ მომავალში ან მისი მამის ან დედის დაბადების დღე გამოგვიცხადონ რამე სახელმწიფო სადღესასწაულო დასვენების დღე, ეს უნდა რეჟიმს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიდგებით ამ ქვეყნის სამსახურში პარტიული ნიშნით ვიქნებით თუ უპარტიო თუ აგრძელავენ, ფიზიკურად ვერ გაგვაქრობენ და ამ ფიზიკურ ვერგაქრობაში ამ ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე ვიდგებით ოზურგეთშიც, თბილისშიც და სადაც საჭირო იქნება ყველგან იქ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგოდ.